მოგეთ ამ 15 წელი რაღაც გაგები დასჭირდა საზოგადოებას, რომ სრულებით დარწმუნებულიყო, რომ ეს საბჭოთა მონაპოვარი, რაც ჩვენ მქონდა, თანამედროვეობაში შედეგს ვერ გამოიღებდა. ეს თვალნათელი გახდა, როდესაც მთელი განათლების სისტემა გაიხრწნა, დაემყარა ქრთამს, ცოდნის დონე დავარდა, შემოქმედებითი დონე დავარდა, ყველაფერი გადავიდა ყალბ მუსიკაზე, ყალბ შემოქმედებაზე. ჩამოეკიდა ბიუჯეტს, ისე როგორც ჩამოკიდებული იყო საბჭოთა დროს, ის ბიუჯეტი აღარ იყო სოციალისტური, ანუ არ იყო უზრუნველყოფილი ცენტრიდან, ასე ვთქვათ. და ცვლილებებმა ისევ მოითხოვა ძლიერი პიროვნება. როგორც 90-იან წლებში, ანუ 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის დროს საზოგადოებამ მოითხოვა ძლიერი პიროვნება, ასევე მოითხოვა ძლიერი პიროვნება აი ამ ცვლილებებისთვის, მაგრამ იქ სადაც ძლიერი პიროვნების მოთხოვნილება არის, ჩდება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება თვითონ სუსტია. აი მე რო ვიყავი ახლა აჭარაში ამ ახალგაზრდებთან, იქ ვთხარი კიდევაც, რომ დასავლეთში არის ესეთი მაგალითი, რაც უფრო გამართულია თვითფრინავი და რაც უფრო კარგი არის ამინდი, ანუ საფრენი ამინდი კარგია, მით უფრო ნაკლები არის თვითონ ფრინავის საჭიროება. და თვითფრინავი ფაქტიურად აი რაც თქვი ავტოპილოტზე ყენდება და ფრინავი თავისუფალია. შესაბამისად, თანამედროვეობაში რაც უფრო მეტი და საზოგადოებაში რაც უფრო მეტი არის მოთხოვნილება ძლიერი პიროვნების და პიროვნება ლიდერის, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება უფრო სუსტია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ლიდერი არის არა ისეთი ლიდერი, რომლითაც გარემოცულია დღეს საქართველო. ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ძირითადად ასეთ ლიდერები არიან. ახლო აღმოსავლეთში ძირითადად ასეთ ლიდერები არიან შეიხები და აიათოლები და ამ შემდეგ. არამედ საჭირო არის ისეთი ლიდერი, ისეთი ადამიანი, რომელიც არსებით გარდაქმნას ახდენს თავის სფეროში და ქმნის ისეთ სისტემას, რომელსაც თვითონ აღარ სჭირდება. ანუ ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც მისი როლი დაყავს აბსოლუტურად ნულამდე. აი წინსვლა და შემდეგი საფეხურია ესეთი. ქართული საზოგადოება ამ გაგებით ჯერ კიდევ სუსტია. იმიტომ რომ ყველა დარგში, ყველა სფეროში აქვს ძლიერი პიროვნების, ასე ვთქვათ, რევოლუციური პიროვნების აუცილებლობა უდგას. და მთელი სირთულე არის ის, რომ თანამედროვეობაში არც ერთი პიროვნება და ძალიან ცოტა პიროვნება შეიძლება იყოს რევოლუციური. იმდენად საზოგადოება ხდება გათვითცნობიერებული, იმდენად ძალიან დიდი ადამიანების წრე ხდება უკეთ ინფორმირებული, ნიჭს ეძლევა იმდენად დიდი გასაქანი, რომ ასეთი ლიდერების აუცილებლობა მიუთითებს ერთადერთ რამეზე, ეს არის საზოგადოების ჩამორჩენილობას. ამიტომ, როდესაც საზოგადოება აღმოჩნდა იმის წინაშე, რომ ძველი, ასე ვთქვათ, მოწინავე პიროვნებები, ჭყალებში კორიფეები აღმოჩნდნენ უძლურები თანამედროვე გამოწვევების წინაშე, ძალიან გაჭირდა, რომ თვითონ საზოგადოება დამდგარიყო ფეხზე. და დაიწყო მცდელობა ახალი მაგალითების, ახალი ვარსკვლავების შექმნის. რაც ასეთ მოკლე დროში შეუძლებელი გახდა. ამიტომ დღემდე ქართული საზოგადოება ირყევა სუსტ ახალსა და სუსტ ძველს შორის. და ნაკლებად არის ორიენტირებული მდგრად შვიდ წინსვლაზე. რომ გაიზარდოს ახალი თაობა, ჩამოყალიბდეს ახალი სკოლები, შეიქმნას ახალი საწარმოები. არა გამდიდრებაზე იყოს ორიენტირებული, არამედ მშენებლობაზე, შემოქმედებაზე. იმიტომ რომ გამდიდრება, შემოქმედება არ არის. ისევე როგორც სახელგანთქმული რო გახდეს, შემოქმედება არ არის ეს. ძალიან ადვილია გახდე
გახდე ცნობილი. თავი როგორ გახდები ცნობილი და რამდენად შეცვლი იმ გარემოს, რომელშიც შენ არსებობ. აი, ქართულ ახალგაზრდა ქართულ საზოგადოებას დამოუკიდებლობის მერე ძალიან პოლიტიკოსებსაც, ხელოვანებსაც ახასიათებთ აი ესეთი ახლა რაღაც უცხო სიტყვა ეპატაჟი, ანუ რაღაცა გამოხტომა. თქვათ, ისეთი პოლიტიკოსები ხდებიან ცნობილები, რომლებმაც თქვათ იჩხუბეს პირდაპირ ეთერში ან პარლამენტში. ისეთი მწერლები ხდებიან ცნობილები, რომლებმაც თქვათ ისეთი რამე თქვეს, რაც არ უნდა ეთქვათ. ეს რა თქმა უნდა რაღაც ცვლილებებს ქმნის, თქვათ მწერალი, რომელიც თქვათ ისეთ რაღაცას დაწერს, რაც აქამდე არ გაგონილა და არ თქმულა, რაღაცა ნიშას იკავებს, თქვათ, ამსხრევს საზოგადოებრივ კლიშეს. მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ხელოვნება არ არის, ეს არის დემაგოგია. დემაგოგია ამის კლასიკური გაგებით, დემოს აგოგია, ანუ ეს არის ხალხის აღზრდა. შენ არ ღვევ იმ კლიშეს, რომელშიც საზოგადოება ზის, მაგრამ ახალს ვერ სთავაზობ. ანუ ეს შოკები, რომელსაც საზოგადოება იღებს ვიღაცა მწერლისგან ან ვიღაცა შემოქმედისგან ან თქვათ პოლიტიკოსისგან, საზოგადოებას შეიძლება ათავისუფლებს რაღაცა დონეზე, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში დამაჯერებელი არ არის. ისეთი დამაჯერებელი, რომელსაც შეიძლება შექმნას ახალი ეპოქა, თქვათ, ხელოვნებაში. ამიტომ სერიოზულ ცვლილებას, თქვათ, ეხა ის მე ხშირად ეხა ლაპარაკს გადავდივარ პოლიტიკიდან შემოქმედებაზე, მაგრამ თქვათ, მწერლობაში ბარათაშვილი არის იმიტომ დიდი პოეტი, რომ რაღაც ახალი ნაბიჯი გადადგა პოეტურ ენაში, თქვათ, ქართულ პოეზიაში. აკაკიმ შეცვალა ბარათაშვილის ენა, შექმნა ახალი სისტემა, რომელსაც თვითონ აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ის როცა იქმნება, ის თვითონ მიდის. ის უკვე საზოგადო ხდება, ხალხური ხდება. გალაქტიონმა გარდაქმნა აკაკის ენა. ესმით და ეს გარდაქმნები ხდება ძალიან რთული და დიდი ნიჭით და მდგრადი განვითარებით და ჩვენთან რატომღაც გავრცელდა ესეთი ტრადიცია, რომ თუ ვთქვათ გალაქტიონს გალანძღავ, ამითი შენ რაღაც ახალი ეპოქა შექმნი. ეს ასე არ არის, ანუ შენ გალაქტიონის გალანძღვით ხალხის წინაშე უბრალოდ შეურაცხყოფა მიაყენე იმ ავტორიტეტს, რომელიც მონაცვლეც ჯერ არ არის. ამითი გალაქტიონი არ კნინდება და ახალი ეპოქა არ იქმნება. შენ უბრალოდ ცდილობ, რომ ხალხს დაურღვიო რაღაცა კრიტერიუმის შეფასების. და ეს იწვევს არა წინსვლას, არამედ უფრო პირობითად რომ ვთქვათ, გაშპანებას საზოგადოების. ანუ ის არსებულ ავტორიტეტსაც აღარ აღიარებს. არათუ ახალს ქმნის. და ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, მონელება და გადალახვა შეიძლება მხოლოდ მისი, ესე იგი, გადაზრდით, უფრო წინ წასვლით, ვიდრე ის იყო. ამიტომ ამ ავტორიტეტებისგან განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ აი ამ მდგრადი, მშვიდი წინსვლით და განვითარებით და არა იმით, რომ ჩვენ ვთქვათ, ვიტყვით, რომ რუსთაველის მეფოსტყაოსანი ზღაპარი და სისულელი. ამით ხა შენ რუსთაველს ვერაფერს ვერ უშვები. იმიტომ რომ ის დახურული სისტემაა. ისეთი სისტემაა, რომელთაც ადამიანი იხიბლება. რუსთაველის არც სახელი ვიცით, არც გვარი ვიცით, არაფერი არ ვიცით. ანუ ეს ძალიან საინტერესო მაგალითია. ანუ არაფერი არ ვიცით რუსთაველის შესახებ, მაგრამ მისი სისტემა იმდენად სრულყოფილია, იმდენად არ საჭიროებს ავტორს და იმდენად არ საჭიროებს ავტორის განდიდებას, რომ შენ ის დამოუკიდებლადაც ხიბლავს. და აი სტალინიზმის პირობებში, რადგანაც შეიქმნა ეს პიროვნებების კულტები, მაგალითად რუსეთში შეიქმნა პუშკინის კულტი, საქართველოში შეიქმნა რუსთაველის კულტი. ამას რუსთაველის შემოქმედებასთან არაფერი კავშირი არ აქვს. და ჩვენთან ხშირად ეშლებათ, როდესაც აი თანამედროვე თაობა, რომელიც ცდილობს, რომ დაუპირისპირდეს საბჭოთა რეალობას და დაუპირისპირდეს ამ ავტორიტარულ სივრცეს, რომელშიც საქართველო რეალურად შეჭრილია სოლივით, იმიტომ ჩვენ სივრცე ავტორიტარული გარემოა და საზოგადოებები ცდილობს ამას დაუპირისპირდეს. უპირისპირდება როგორც რუსთაველს, ასევე ვეფხისტყაოსანს. ეს არასწორია. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ფსევდო ავტორიტეტები და ნამდვილ ასე ვთქვათ, შემოქმედებაში გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. და ეს არის ყველაზე რთული.